გამარჯობა, თქვენ უყურებთ ყველაზე მაგარ პოლიტიკურ სატირას talk-show ეთოქზე. დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი უნდა მივუძღვათ 4 ოქტომბერს და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ, ეს იყო ყველაზე წარუმატებელი, უნიათო განუხორციელებელი რევოლუცია განუხორციელებელი რევოლუციების ისტორიაში. წარუმატებელი გადატრიალებები, როგორიც ერდოღანის წინააღმდეგ იყო, ანდაც ბოლივიასა და ვენესუელაში. ეგენი აქ რა მოსატანია. მან საზოგადოებაც იყოფოდა და ძალოვანებიც და ასე შემდეგ. ჩვენთან ბურჭულაძის არ შემდგარ გადატრიალებას კომედის სკეჩის შოუს თუ ვუწოდებთ. სიგიჟის ქრონიკები გამოვიდნენ, გამოაცხადეს სახელმწიფო დავითხოვეთო. დღეს არ არის აქცია, კიდევ ერთხელ ვინც ვერ გაიგო და ტელევიზორით გვიყურებს. დღეს არის პირველად საქართველოს ისტორიაში ეროვნული კრება, სადაც ესწრება მთელი საქართველო. ამ ეროვნულ კრებას ჭირდება დეკლარაცია, რომელიც მე ხელში მიჭირავს. მე ამას დაგიკითხავთ და თუ თქვენ ყველანი ამას ხმას მისცემთ, ეს იმას ნიშნავს, რომ აი ამ წუთიდან როგორც ჩვენ ხმას მივცემთ, ხელისუფლება გვეკუთვნის ჩვენ, არა ბიძინეევანიშვილი. ამათ ჭირდებათ კარგი ფსიქიატრია. ან პატარა შემოსაზღვრული სივრცე, სადაც აირჩევენ ერთმანეთს, ითამაშებენ პრეზიდენტობანებს, რევოლუციებს მოაწყობენ, კუპიურაც გავუკეთოთ თავიანთი ვალუტა და ბავშვები წავიყვანოთ ხოლმე ექსკურსიაზე. 4 ოქტომბერს ჩვენმა სუსმა და შსს მომენტალურად, კი არა აღკვეთა, არამედ კომიკურად აქცია ეს გიჟები. აი უფრო მაგარი მერე მოხდა. დარჩნენ ხახამშრალები და გაწპილებულები აკაცუკები. მარტო დაიწყეს ისტერიკა, მოთქმა და გოდება. ჯერ იყო და ღობეს დააბრალეს, წინასწარ იყო მორღვეულიო და ლამის ღობეს დასანქცირება და გასამართლება მოითხოვეს. მერე იყო და ვინც დააკავეს ყველაზე დაიწყეს ფსიქიურად სუდადა, უკურნებელი სენიჭირთ და ასე შემდეგ. ანუ თავიანთი პირით თქვეს, რომ მძიმე ავადმყოფები დააყენეს და გამოიყენეს აჯანყების წინახაზე ავანგარდში. გიჟების რევოლუცია უნდა ყოფილიყო ანუ. მერე მათი ფრუსტრაცია და ტირილი, მოთქმა, თურმე როგორ მოვტყუდითო. ახლა ფორმულამ გამოაგდო ლილუაშვილმა უღალატა ამათო. გესმით ხალხო, ამდენი სიგიჟე ერთად გაგიგიათ, ასეთი საცოდაობა. ამათი ცოდვით მე ვიწვი უკვე. თქვენ კი ხალხო, ვინც ამ კოლექტიური ნაცების ამომრჩევლები იყავით, არ გსვენიათ? ამათთვის გინდოდათ მიგენდოთ საქართველო? ერთმანეთის მოღალატეების, უნიათოების, მხდალების და დებილების ხელში რა დაგვემართებოდა? კიდე ცალკე საკითხია ეს ევრობიუროკრატები, თუ როგორ გაჩუმებულები იყვნენ და არ დაუგმიათ ეს საცოდავი რევოლუციის მცდელობა. რასაი უკნევიჩიანე კი მანამდე და პროცესში შორიდან ედგა და აგულიანებდა მათ. აქეთ იპიპის განცხადება, სადაც ნაცები არიან მათი წევრები. მოკლედ, ესაა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ვიღაც კორუმპირებული, მორალურად ბანკროტი თავიანთ ქვეყნებში საძუველი პოლიტიკოსებისა. რატომ ჯერა ვინმეს რომ ბალტიისპირელი ვიღაც აგენტი თუ რამეს მოგვიწოდებს, გავაკეთებთ. ან ბრიუსელიდან ბიუროკრატია თუ შეგვანჯღრებს, ეს მათივე დისკრედიტაცია არ იქნება. ისე ამ ბოლო წლების შემდეგ, როგორ უსამართლოდაც გვექცეოდა ევროპა, როგორც ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნის გაწირვას, აი ახლა რომ ჩატარდეს სწორი სოციოლოგიური კვლევა საქართველოში, საკუთრივ ევროპის რეიტინგი ხალხში იქნება დავარდნილი. და ბოლოს, გადავიდეთ კომედიურ ნაწილზე. მიშა სააკაშვილზე, რომელმაც თქვა, რომ ვენესუელის ოპოზიციას ის აფინანსებდა. მიხეილ სააკაშვილს ახასიათებს მისი აზრით პოზიტივი რაც ხდება, ყველა თემის აკეთება და ატორღიალება. აგერ ჯერ ნეპალის რევოლუციაზე თქვა, ნეპალელია ჩემი შვილიო, ასე, უსირცხვილოდ. ახლა ვენესუელის ოპოზიციას მიადგა. ჯერ კიდევ მმართველობის პერიოდში ყველა ლენც ეკჭრიდა. საავადმყოფოში მშობიარე ქალიც ეგ იყო და დაბადებული ბავშვიც. როგორც ოქრუაშვილმა თქვა, მიშა სურს ქორწილში სიძე იყოს და გასვენებაში მიცვალებულიო. მას უნდა რომ ქორწილში იყოს სიძე და გასვენებაში მიცვალებული. ყველა ქორწილში და ყველა გასვენებაში. მიშას? კი. მერე ხომ გახსოვთ კოვიდის დროს ჩვენს ექიმებზე რომ დაიწყო ჩემი მეგობრები არიანო. ანდაც ყველა ამერიკის ადმინისტრაციას რომელიც იცვლებოდა იმას რომ უძრებოდა. და არ დაგვაუწყდეს ბაიდენის გამო ტრამპი რომ ლანძღავდა, მერე უკრაინელი ვარო. მე მინდა რამდენიმე სიტყვა მათ შორის როგორც უკრაინის მოქალაქეს თქვა უკრაინას. По-перше, я хочу привітати всіх громадян України. მოკლედ, ჩვენ შიზოფრენიის ტიპთან გვაქვს საქმე, რომელიც ცდება სასაცილო ჟანრს და სირცხვილია ეს რომ გმართავდა.
და ვერც ერთი კინო, ლიტერატურა, კომედიური შოუ ვერ გააშარჟებს ამ მდგომარეობას. დღეს ამით გემშვიდობებით. შევხვდებით შემდეგ კვირას კლავ ეთოქზე.